ხვალკი მირზაანში ფიროსმანობას აღნიშნავენ კახეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. ცნობილი მხატვრის სახლ-მუზეუმის ინფრასტრუქტურა მოწყობილია. დღეს მირზაანში მზადების პროცესს ჩვენი ჟურნალისტი თამარ ქრძელიძეც ესწრებოდა. ეს არის სახლი, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილმა ააშენა 1898 წელს. ფიროსმანის მიერ თითქმის 2 საუკუნის წინ აშენებული სახლი დღემდე კარგად მოვლილი და შემონახულია. აქ ყველა კარი თუ ფანჯარა მხატვრის მიერ მოჭრილი კაკლის ხისგან არის დამზადებული. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აქ მხატვარი ცხოვრობდა. თუმცა ნიკოს ამ კედლებში დიდი დრო არ გაუტარებია. სახლი თავად მეზობლების დახმარებით ააშენა. თუნუქით გადახურა და მალე თბილისში წავიდა. კაკალი, რომელიც თქვენ ხედავთ, არის ისტორიული კაკალი. ფიროსმანის მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი ყვება, რომ ეს უძველესი კაკალია. ნიკო ფიროსმანაშვილს სტუმრების მიღება მის ჩრდილში უყვარდა. სოფელში ყვებიან, რომ მხატვარი არაჩვეულებრივი თამადა იყო და კარგადაც მღეროდა. ფიროსმანის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. 13 ნოემბერს აქ საინტერესო ექსპოზიცია გაიხსნება. დამთვალიერებელი იხილავს ფიროსმანზე მომზადებულ შემეცნებით საინფორმაციო ფილმს. აქვე გამოიფინება 36 ტილო, მათ შორის მუზეუმში დაცული ორიგინალებიც. ჩვენ სარგებლობაში იმყოფება 14 ორიგინალი. დღეისთვის დაცულია 11 ორიგინალი. 2 გახლავთ სიღნაღის მუზეუმში წაღებული და ვიმედოვნებთ, რომ დაგვიბრუნებენ და 1 გახლავთ სარესტავრაციო ხელოვნების მუზეუმში. ამ ეზოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი 1960 წლიდან ეწოდება. 79-იანი წლებიდან კი სახელმწიფო მუზეუმის დაქვემდებარებაში შევიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მუზეუმს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობა მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყო. ამჟამად მუზეუმის გადარჩენასა და კეთილმოწყობაზე ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო ზრუნავს. საჭირო იყო კომუნიკაციების ხელახალი რეაბილიტაცია და რიგ შემთხვევაში თავიდან გაკეთება, როგორიც არის გაზის სისტემის გაყვანა, წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, დენი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ მუზეუმის გადახურვა, რომელიც ასევე პრობლემური იყო. კვირას 13 ნოემბერს მირზაანში სტუმრებს ელიან. ამ დღეს ფიროსმანობა აღინიშნება. კახეთისათვის ეს დიდი დღესასწაულია. ამ ღონისძიებაში ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები მიიღებს მონაწილეობას. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვაც.